ხანდახან ვიძახი ხოლმე, რომ ეს ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში რომ არ მომხდარიყო, ძალიან ბევრი კარგი რაღაც, რაც მე შემემთხვა, არ შემემთხვეოდა თქო. და ეხლა შეგიძლიათ განმსაჯოთ, შეგიძლიათ გაბრაზდეთ, შეგიძლიათ სისულელეთ მიიჩნიოთ, ნება თქვენია და მე არ მაქვს ამაზე პრობლემა არანაირი და მესმის კიდევაც რომ ეგრე იფიქროთ, მაგრამ ჩემთვის ეგრეა რა. მე ავირჩიე რომ კარგ რაღაცეებზე ვკონცენტრირდე. მე ავირჩიე რომ თუნდაც იმაზე ვკონცენტრირდე, რომ ესეთი მაგარი დედა მყავდა. ამ ხელა შესაძლებლობა მომეცა, ამდენი რაღაც ვისწავლე, ამ ხელა და ამდენი ბედნიერი წელი გავატარე დედაჩემთან ერთად. ამდენი, არ ვიცი, სიკეთე და სიყვარული მივიღე. და მირჩევნია რომ მე ამის მადლიერი ვიყო, ვიდრე იმის უმადური რომ დღეს აღარ მაქვს ეს ყველაფერი. მირჩევნია რომ ამ ყველაფერმა კარგი რა მოიტანა ჩემს ცხოვრებაში, იმას დავაკვირდე, ის ვეძებო, ვიდრე იმაზე ვკონცენტრირდე, რომ ეს ესე აღარ არის და რომ მე დედა არ მყავს, რომ მე დაცვა აღარ მყავს ცხოვრებაში ძალიან დიდი, დამცველი აღარ მყავს. რომ გართულდა ცხოვრება, რომ არ ვიცი, პირდაპირ მეტი რაღა უნდა თქვა, როცა დედა დაკარგე, რომელიც ჩემ შემთხვევაში იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი, დამატებით კიდევ. და ყველაზე დიდი გულშემატკივარი დავკარგე, ყველაზე დიდი სითბო დავკარგე, ყველაზე აი არ ვიცი, უპირობო სიყვარული დავკარგე. მაგრამ ხო მქონდა, ხო განვიცდიდი მე ამ ყველაფერს და ახლაც განვიცდი და ახლაც ვგრძნობ. ეს ყველაფერი ხო ჩემია. და რატომ უნდა ჩავეძიო იმას, რაც ისედაც მტკივა? და როცა იძახი რომ კარგი რა მოგიტანა იმას დააკვირდიო, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ გტკივა. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ეს მოვლენა როგორც კარგი მოვლენა ეგრე მიიღე, რომ ვაუ,